დიახ, ძამშოლანი რამე მოხდა საქართველოში, ნამდვილად პატრიარქი ილია მეორე მნიშვნელოვანი დიდი ხანი იყო და მთელი ეპოქა მოიცვა და თან წაიღო ეს ეპოქა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირთან მოყოლებული იყო. კითხვები ნამდვილად არა გვაქვს, მე არა მაქვს პროცედურის მიმართ, მაგრამ თვით პროცედურა რატო იყო ესეთი, ამას ჯობია მომავალში გადახედონ, იმიტომ რომ ეპისკოპოსების გამორჩევა არ შეიძლება, ეპისკოპოსი ყველა თანასწორია და ამიტომ პირადად მე მქონდა პროცედურის მიმართ, მაგრამ პროცედურა როგორც მქონდა ჩატარდა ნორმალურად, ნამდვილად მიიღო შიომ თავისი დამსახურებული ოზაური ხმა და ნამდვილად მოსალოცია და ულოცავ მას ამ გამარჯვებას, თუმცა მიმაჩნია რომ ჯობია უფრო ყველაფერი ყოფილიყო შედარებით ხონერთ, მაგრამ რაც არის. ეხლა მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ეკლესია არის უაღრესად ავტორიტეტული და რეპუტაციული საქართველოში. მოსახლეობის დიდი ნაწილი ენდობა ეკლესიას, მაგრამ ის უფრო ჩემი აზრით ენდობოდა პატრიარქს. ანუ შეიძლება გათვითცნობიერებული არ იყო, მაგრამ პატრიარქი ილია მეორის 8 წლის გამო იყო ინსტიტუტი ძლიერი. შიო მთავარი ეხლა ეკლესია ასოცირდებოდა ილია და მთავარი გამოწვევა არის მან ეს არ დაკარგოს აი ეს თუ შეიძლება ასე ითქვას მონოპოვარი. მე მაინც ჯერ მგონია რომ ქართული ოცნება ვერ იტანს კონკურენციას. ეკლესია იყო უაღრესად დიდი ძლიერი ძალა, როგორც პატრიარქის სემის გაქნა გამომდინარე ეკლესია და ანგარიში გასაწევი ძალა იყო საზოგადოებაში. პატრიარქი ხშირად ილია მეორე თავისი დუმილით, მდუმარებით, თავისი დგომით, ახლოს არ დგომით, ცოტა შორს დგომით, ბევრ რაღაცეებით, ქვია, თავის პოზიციას გამოხატავდა. მისი უპირატესობა, რაც ხშირად კრიტიკის საგანი იყო ის, რომ ყველასთან ცდილობდა თანაბარი ყოფილიყო. და ეს გამოსდიოდა. მე პირადად ვიცოდი მას და აშკარად ეს თვალსაცემი იყო, რომ ის ცდილობდა არც ერთი მხარე არ დაეჭირა და ყველა მხარეს ქონოდა მასთან მისვლის პირობა და უფლება. აი, შიო არ უნდა გახდეს რომელიმე ერთი მხარის მხარეს, ანუ ხელისუფლების მხარეს. არა და ქართული ოცნება მოინდომებს, რომ შიო იყოს მისი ნაწილი. მე ჩემი აზრით, ქართული ოცნება მოინდომებს შიო არ იყოს ისეთი ავტორიტეტული, როგორც ილია მეორე იყო. და ამით მართავდეს მას და რამდენად გამოუვა სხვა საკითხია. პირველი რა უნდა გახალ, ილია მეორე ბოლო წლებია, ბოლო 2-3 წელი მაინცაა, იმდა დაუძლურებული იყო, რომ პირდაპირ გზნებარი სიტყვებით ვეღარ გამოდიოდა, ხო, ქადაგებებს, უფრო მისი ტექსტები იყო და შიო ახალგაზრდა ენერგიულია და მას მოუწევს პირდაპირ რიტორიკით საუბარი საზოგადოებასთან. ამიტომ მას მოუწევს ჩამოაყალიბოს პოზიცია დასავლეთის მიმართულებით. მე აქ მინდა შევამოწმო, ანუ რამდენად ეკლესია გახდება საქართველოს ხელისუფლების რუპორი ანტიდასავლურ პროპაგანდაში. ეკლესია თავისი ბუნებით კონსერვატიულია და იოლია გააკრიტიკო რაღაცები დასავლეთში არსებული. პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრის წოდებული ადამიანები არ ერიდებიან კრიტიკას და მით უმეტეს კონსერვატიული ფრთა უფრო იოლა, ამიტომ არა გამორიცხული რომ შეიძლება ეკლესია გამოიყენონ როგორც რუპორი, როგორც ინსტრუმენტი დასავლეთის წინააღმდეგ. წავა ეკლესია ამაზე. ანუ დათანხმდება სინოდი თუ გინდ, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რომ მნიშვნელოვანი ნაწილი 15 ხმა მაინც შეიძლება ასე ითქვას გარანტირებულად არ იყო შიოს. ეს ხალხი ხო აშკარად პირველი როცა შერჩევა იყო, ხო ნახეს რომ შიო უპირატესია. მაინც ხმამისეს არ მისეს ხმა შიოს. ანუ მათ პრინციპები გააჩერთ რაღაცა რა, ეს 7+9 ადამიანს, რომელსაც აშკარად მიაჩნიათ რომ სხვანაირად უნდა ყოფილიყო ყველაფერი. ეს ადამიანი ასევე მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებასაც დაანახეს ამითი, რომ ისე აღარ გაგრძელდება ყველაფერი როგორც იყო. რა თქმა უნდა, პატრიარქი მაინც მამა იყო ყველასი. ილია მეორემ ყველა ესენი აკურთხა დანარჩენები. და ეხლა ისინი ძმები არიან, ხო ხა ძალიან შევადაროთ ოჯახის მომიც არა. ისინი ერთმანეთთან შეერთებული ვალდებულები არ იქნებიან. შიო რაც პატრიარქი ნამდვილად არის, მაგრამ ეკლესიაში და მართლმადიდებლობაში პატრიარქობა არ არის განსაკუთრებული ამბავი. ჩვენთან შეეძინა, იმიტომ რომ პოსტსაბჭოთა სივრცე იყო და ილია მეორე იყო, თორე პატრიარქი არის ეპისკოპოსებს შორის უპირატესი ადმინისტრატორი, პოლიტიკოსი, საზოგადოებასთან ხელისუფლებასთან, მაგრამ არასდროს პატრიარქი არასრულებს, ახლა სვისმეტყველურად რომ მივუდგეთ, არასდროს არ არსებობს პატრიარქის მაგალითად ლიტურგია, გამორიცხულია. ყველა პატრიარქი როცა ასრულებს ლიტურგიას, ეს არის ეპისკოპოსის ლიტურგია. ანუ ნებისმიერ ეპისკოპოსს რაც ასრულებს, იმას ასრულებს პატრიარქი. ანუ არანაირი განსხვავება კათოლიციზმში არის, რომის პაპს პატარა განსხვავებები აქვს ეპისკოპოსთან თუ კარდინალთან. მართლმადიდებლობაში გამორიცხულია, თანასწორნი არიან. ამიტომ არანაირი უპირატესობა შიო
შიოს არ ექნება სხვა ეპისკოპოსებთან მიმართ, თუ ეს ეპისკოპოსები ამას არ დაუშვებენ. თუ დაუშვებენ, ეს უკვე როგორც ადამიანებში მოდის ხოლმე. მაგალითად, მე შეიძლება ვაღიარო ვიღაცა თანამშრომელი უპირატესად, მაგრამ არანაირი სტატუსი მას არ აძლევს უპირატესობას. ასევე იქნება ეკლესიაში. ამიტომ ძალიან საინტერესო პროცესია მოსალოდნელ ეკლესიაში. პირველი, რამდენი იქნება ანტიდასავლური და გამიხარდება თუ არ ეთყობა, იმიტომ რომ მან უკვე თავი შეიკავა ბევრ რაღაცებზე. მეორე, უკრაინის მიმართ, უკრაინის ეკლესიის მიმართ როგორ დამოკიდებულება ექნება შიოს, ეს მნიშვნელოვანი იქნება და რუსეთის მიმართ. მაგრამ ყოველთვის დადუმდება და გაჩუმდება. იმიტომ რომ ეს არ არის შიოს ძლიერი მხარე რუსეთთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახსენებდა მას სწორედ შიოსის, რომ მას რუსეთში აქვს მიიღებული განათლება და საუბრობდა იმაზეც, რომ მართლა რუსეთი ლობირებდა შიოს. კი, აშკარად ჩანდა, დიახ. და შესაბამისად მას მოუწევს პოზიციონირება. ისე პრესა, რუსული პრესა, მართლმადიდებლური პრესა, მე ვკითხულობ, ჩემი ინტერესების სფეროა, პრაქტიკულად მაგალითად ნეზავისიმე გაზეტა, ცნობილი გაზეთი, ძალიან კონსერვატიული და სახელმწიფო, მთელი ერთი ნაწილი აქვს რელიგიაზე. ანუ კაფიოდ გამოკვდა რელიგია ქვია, რელიგია ნეზავისიმე გაზეტა. და ბევრი რამე იწერება საინტერესო, თუმცა რა თქმა უნდა დამაფიქრებელი და შემაშფოთებელი. და იქ არ გავა ნომერი, რომ საქართველოს არ ეწეროს. და წამოვიდა ნიაღვარევი, წამოვიდა საქართველოზე სტატიები. რუსეთს აწყვეტ, გავიხსენოთ ყველამ, ქვია რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები, ანუ საგარეო დაზვერვამ გააკეთა განცხადება. თავისად აბსურდულია. საგარეო დაზვერვას ადარდებს საქართველოში ჩატარებული პატრიარქის არჩევნები. იმდენ მნიშვნელოვანია საქართველოს არჩევნები, თუმცა შედარება მასშტაბები სხვადასხვა. თორემ მათ მნიშვნელოვანია ქართული ეკლესია დარჩება რუსულ ორბიტაზე, თუ დაიწყებს მოძრაობას დრეებს კონსტანტინოპოლისაკენ. განსხვავებით სოფლიო გეოპოლიტიკისაგან, სხვადასხვა ცენტრებია. აი ჩინეთი, ახლა ტრამპი, ამერიკა, ევროკავშირი, არაბული სამყარო, მართლმადიდებლობაში ორი ცენტრია. სლავური და ბერძნული. საქართველოს სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის სლავურში, მაგრამ აშკარად ვერ გზნობს კომფორტულად აქ თავს. ანუ ყველა მონაცემებით საქართველოს უნდა იყოს ბერძნულში. მით უმეტეს ეს სლავური სახელმწიფო, როგორც არის უკრაინა, უკვე დაიწყო ადრეთო გვიან უკრაინას ყველა აღიარებს მის ავტოკეფალეს 200 ძირი არსებობს. ამიტომ საქართველოსზე ბევრი რამეა დამოკიდებული ამ მიმართულებით და შესაბამისად, რა თქმა უნდა, რუსეთი ეწვიანობს ძალიან და ძალიან უნდა, მაგრამ აქ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, ჯერ ამაზე არ ვლაპარაკობთ ნაკლებად. შეიძლება პირველად დაეჯახოს ერთმანეთს ქართული ოცნებისა და რუსეთის ინტერესები. იმიტომ რომ ქართულ ოცნებას როგორ თავში თქვი, მე ჩემი აზრია, არ ჭირდება ძლიერი ეკლესია. რუსეთს პირიქით ჭირდება ძლიერი ეკლესია. ქართულ ოცნებას არ ჭირდება კონკურენტი. ქართულ ოცნებას უნდა რომ არჩევნებში ისე გაიმარჯვოს, რომ ეკლესიის არ ეშინოდეს, ეკლესიისკენ არ იყურებოდეს, ისე მართავდეს სიტუაციას. ეკლესია შეუძლია რაღაც მიმართოს საზოგადოებას და ხმები ან მიაცემნოს ან არ მიაცემნოს. რუსეთს კი ჭირდება პირიქით ძლიერი ეკლესია, რატო ეკლესიის საშუალებით რუსული ინტერესები გაიტანოს, ქვია, საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ხშირად ბიზნეს ივანიშვილისა და რუსეთის როგორც წესი ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ ბიზნეს ივანიშვილს არ ჭირდება საქართველოში ძლიერი კონკურენტი. საკმარისია რომ თვითონ ელაპარაკება მას რუსეთი, მას არ ჭირდება სხვასაც ელაპარაკებოდეს რუსეთი. მარტო მას უნდა ელაპარაკებოს. ანუ აი აქ ეს საინტერესო მომენტია, აქ შეიძლება გამოჩნდეს პირველ რაღაც ნაპერწკლები, რამდენად აწყობს ქართულ ოცნებას, რომ მოსკოვმა როგორც იქნა იპოვა სხვა საყრდენი და ამით დააშანტაჟოს ქართული ოცნება და კიდე მეტად მოახდინოს მისი манипуляციები, იმიტომ რომ ვერ მოახდინა, იქ იყო რამოდენიმე ცდილობები, იქ იყო სხვა პოლიტიკოსები, ქვია, იგივე ალტინფო და ასე შემდეგ ძალები, რომელსაც ვერ გაკაჩეს ვერანაირად და 2-3%-ზე მეტი ვერაფრით ვერ მოფხიკეს პრორუსული კონტექსტიდან. ამიტომ რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია აინთო ახლა შეუქმნის თუ არა რუსეთი მეტ თქვათ ასე манипуляციისა და მეტ შანტაჟის საშუალებას ქართულ ოცნებას. ამიტომ პირველად ქართულ ოცნებამ შეიძლება დაიწყოს გადახედვა, რამდენად ყველაფერში უნდა დაეთანხმოს რუსეთს ეკლესიის მართებაში მაინც. ბატონო ბადარ, რამდენად ელოდებით რომ შიდა გადაადგილებები იქნება მათ შორის სინოდშიც და ეპარქიებშიც, იმიტომ რომ არჩევნებად დაგვანახა რომ სხვადასხვა პოზიციაზე იყვნენ ეპისკოპოსები. ეს იქნება თუ არა იმის საფუძველი პატრიარქისთვის, რომ გარკვეულწილად ძალთა გადანაწილება მოახდინოს თავად საპატრიარქოს შიგნით. საპატრიარქო თავისთავად აპარატი არის, არაფერი არა საპატრიარქო, როგორც სამინისტრო აპარატი ესე არის. ეპისკოპოსებს სამსახურიდან ვერ გაუშვებ.
ეპარქია შეუცვალო. ხო, შეიძლება სწორედ, მაგრამ შეიძლება არის რამოდენიმე მაგალითად დაქრუებული ეპარქიები, თავისუფალი ეპარქიები. წესი ალბათ შეიძლება გაერთიანოს, გაამსხვილოს. მაგალითად, კი აღარ დანიშნოს ახალი ეპისკოპოსი, არამედ რომელიმე ეპისკოპოსი მიუერთოს და ამით დაასრულოს ეპისკოპოსების რაოდენობის ზრდა. და ნელ-ნელა ეპისკოპოსები ყველა ახალგაზრდა არა, ზოგი შეიძლება გარდაიცვალოს, ან თვითონ თავის ნებით ეს ჩვეულებრივი ამბავია, დატოვოს და არ უნდადეს გავიდეს ან პენსიაზე რაღაც ფორმით, რაღაც რაღაც მეტი მონასტერში წავიდეს მაგალითად და აღარ მის ნაცვლად არ უნდა დანიშნოს და მოახერხოს რომ გაამსხვილოს ეპარქიები. ყველაზე ცუდი რა იქნება რომ აიძულონ ეპისკოპოსები რომ დატოვონ თანამდებობა. ანუ ქვია თუ ეპისკოპოსები რჩებიან, ბუნებრივია, მაგრამ უკვე არ იქნებათ ეპარქია. ანუ ეპარქიის გარეშე ეპისკოპოსები. შეიძლება თუ როგორც გამოჩნდება ესეთი მაგალითები, თანაც თუ უცებ წამოვა 1, 2, 3 მაგალითი, ჩამამად შეიძლება ვთქვათ რომ ესე იგი დაიწყო პროცესი. ასე იოლად ადამიანი ართმობს თავის პოზიციას. ეპისკოპოსობას ვერანი ვერ ჩამოართვევს, მაგრამ მათ შეიძლება ნებაყოფილობით ჭყალებში დათმონ ეპარქია. თუ ეს არ მოხდა უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში, ესე იგი ის მზად არის რომ აიტაროს ის რეალობა, რაც არის. ანუ შესაძლებელია რომ შიო მაინც შეძლოს რომ თავის ირგვლივ გააერთიანოს ის უდელთაურები, რომლებიც მის წინააღმდეგ იყვნენ? ხო არა, ხა მის წინააღმდეგ ხა პოლიტიკაში ეს პოლიტიკური აქტი იყო არჩევნები. ხა თუ აღმოჩნდება რომ ახლა პირადად მეც კი რომელსაც ჩემ იმ სამი კანდიდატიდან შიოს მე მქონდა საშუალება, შიოს არ მივცებდი ხმას. ან ერთ მივცებდი ხმას გრიგოლს, ან იოს მივცებ პირადად მე. თუმცა ძალიან ბევრი არანაკლები ღირსეული ეპისკოპოსები იყვნენ, რომლებიც ვერ მოხვდნენ, ხო მაგალითად ისაიაზე იყო პირველ ლაპარაკი, ძალიან მე მას მივცებდი პირველ რიგში ხმას მაგალითად. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მე ასეთ დამოკიდებულება მაქვს, მე მიმაჩნია რომ შიო სამართლიანად გაიმარჯვა და ბევრი მათგანიც ასე ფიქრობს და ამიტომ მიესალმენ მას და განაგზობენ ასე ცხოვრებას. თუ ილია მეორე ამას ყველაფერს არა თუ იტანდა, არამედ ამას ხელს უწყობდა, არა გამორცხული რომ შიომაც ამას შეუწყოს ხელი. შიოსის ყველაზე პირველი საშინელი გამოწვევა იქნება, თუ მან კონტროლი ხელდა გაუშვა და დაიწყო რღვევა შიგნით, ქვია, ეკლესია ძალიან პატარაა და ძალიან ბევრი ეპისკოპოსია. 43 ეპისკოპოსი ძალიან ბევრია საქართველოში აი თავისი რესურსებით მაქსიმუმ შეიძლება 17-18 ეპისკოპოსი იყოს 25 ძალიან ბევრია შესაბამისად იქ რაღაც ალკოჰოლ დუღილი დაიწყება ამიტომ შიომ წესით რაც ილია მეორემ გააკეთა უნდა მოახერხოს რომ არ დაუშვას რღვევა შიგნით ეკლესიაში თორე ხა საბერძნეთში რამოდენიმე მართლმადიდებლური ეკლესია მაგალითად და არის ხო მე რუსეთშიც რუსეთი ძალიან დიდია და იმიტომ ხა მაინც რუსეთი ავტორიტარული რომა და იმპერია რომა არ იგრძნობა მაგრამ იქ სხვა ძლიერი მისენია მონასტრებია ძალიან ძლიერი. ღვთისმსახურთუხუცეს სკოლებია ძალიან ძლიერი რუსეთში. და შეიძლება არა გამორცხული რომ ზოგიერთი პრორუსული ეპისკოპოსი მაგალითად უფრო ამ მონასტერს ან იმ მონასტერის მიმართ იყოს სიმპათიებით. ანუ თუ შიომ ხელდა გაუშვა კონტროლ როგორც ქონდა ილია მეორეს, მაშინ თქო უნდა ყველაფერი მოსალოდნელი, მაგრამ მე მგონი რომ ის ამ შეეცდება რომ ეს ეპისკოპოსებიც ვინც ხმამისსა წინააღმდეგ ესენი წვიან რომ მართე. თავარია რომ ისე არ მართო რომ ჩვენ მოგვიწიოს პროტესტის გამოთქვა, მაგრამ ვისაც მე ვიცნობ, ეხა ბევრს ვიცნობ, მე ვსწავლობდი და ბევრი ჩემი ჯგუფელი იყო და ასე, არავისი არ არის განცდა, რომ ესა საშინელება მოგვივიდა და არიქა და ეხლა საჭიროა რაღაც ცვლილებები. არა, ყველა უმრავლესობას მიაჩნია, რომ საჭიროა მივყვეთ ეხლა ამ შემთხვევაში პროცესებს, ვნახოთ, ჯერჯერობით ცუდი არაფერი არ მოხდა რა, ჯერჯერობით პროცესი მართვა ჯობდა სხვანაირად, მაგრამ არც ეს არ არის ყველაზე დიდი კატასტროფა. დიდი მადლობა ბატონ პაატა მობრძანებისათვის და საინტერესო ანალიზისთვის. ჩვენ წარმატებას უსურვებთ. ეს საქართველოს ჭირდება. შიო მესამეს რომ ღირსეულად ატაროს ის ტვირთი, რომელიც მას დაეკისრა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა მობრძანებისათვის.